ხანგრძლივი და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის 65 მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ეს პირები ორ თვენახევარის განმავლობაში იმყოფებოდნენ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მათი შემოშვება ქვეყანაში არ ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ კანონით გასაზღვრულ საზღვრისკვეთის მოთხოვნებს, გარდა ამისა, მათი წარსული და მათი განხორციელებული ქმედებები იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ქვეყანაში შემოშვების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას და მაწესრიგს ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინულ მხარესთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საბოლოო ჯამში დაორგანიზდა მათი ორგანიზებული გაყვანა ქვეყნიდან და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში. ამისათვის ორი ჩარტერული რეისით 65 მოქალაქე გაემგზავრა ჯერ მოლდოვაში, ხოლო შემდგომ ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ იმ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი პირები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ისინიც მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში.